Ყველას გვერდით რომ უდგებიან, ჩვენც დაგვიდგნენ ხალხო გვერდით. თელმა საქართველომ გაიგო გუშინ რაც თქვეს ხალხო. ნუ თუ არ ვებრალებით არავის კაცო, ნუ თუ არ ვებრალებით არავის. რა დააშავა ამ ადამიანმა ასე რომ გაიმეტეს. დაგვიდგეს ყველა გვერდით დაგვიდგეს. გამოვიდეს მთელი ზუგდიდი. დღეს ჩვენ გაგვამწარეს, მაგრამ ბევრია ასეთი გამწარებული. ბევრია. პასუხი აგოს რომა შამათავან, თენგის გუნავამ, კობან არსიამ, ზაზა გოროზიამ, ყველამ ხალხნო ამამისი ცოცხლისთვის ხალხნო. დამეხმარეთ ხალხნო, ხელისუფლება დამიდგეს გვერდით. ამას ესე არ დავტოვებთ ხალხნო. მამის სიცოცხლეს არ შევარჩენ არავის ხალხნო. ხალხნო მოვიდეს, მადლობა პრემიერ-მინისტრ, რომელმაც თქვა რომ ამას გამოვიძიებთო და ეს საჯაროდ გამოქვეყნდებაო ყველაფერი, მე მაგის იმედი მაქვს. ვიცი ბევრი რაღაცა გააკეთა ხალხნო ამ ხელისუფლებამ არ დამტოვოთ. არასამთავრობოებს მოუწოდებ, დამეხმარონ, მორალური მხარდაჭერა მინდა ხალხნო. ზუგდიდელების მხარდაჭერა მინდა ხალხნო. და გუშინ კიდევ გამოდიოდე და ესო საარჩევნო როგორ ხალხო გვეხუბრები თუ რა არის ეს არ გწყვეტიათ ხალხო ასეთებს რომ გამცეს პასუხი 5 წელი მატყუებდა მამაშენ ხოცხალიო მაშინ გუნდავამ რომ მართალია დამიმტკიცოს თუ ვაშ კაცობა არის მოვიდეს ჩემს წინ დამიმტკიცოს ბატის მოხდი თუ არა და თვალებს ამომთხრი 5 წელი მატყუებდა და გარდავა ისეთ ასე გამწარდეს ვინც ამ საქმეში იყო ჩარე გამწარდეს ყველა გამწარდეს ღმერთო გამაგონა ყველასი გამპატია არავის არა პატია ღმერთო თენგის გუნავა გამოდი გარეთ გამეცი პასუხი 5 წელი რომ აიმედებდი მითხარი მამაჩემი საგანი თენგო გამოდი თქვენ გურდღლება თქვენა გამოდი ამში თუ არის გამიგება წინ თვალებში ჩახედავ რომ მოდი რა დღეს დაიმტკიცეთ ეხლა ეს არის საარჩევნო ტრიუკი და თქვენ გიყენებენ ამისას როგორც რაფალი მომისმინეთ ეხლა თუ მოსმენა არ გინდა მე არ ვიცი ბიჭებმა როგორ გაიყვანა თენგო ხუილია აბსოლუტურად ხუილია ხალხო ხუილია სამართალ დამცავები არიან ესენი და დაგვიმტკიცოთ ჩვენ დაგვიმტკიცოთ მე მზად ვარ პასუხი გავწე ყველა კითხვას ხალხო აგერტმა ვარ ეხლა მომისმინეთ ხო იმაშობით იცეს ყველაფერი ესე იგი წესიერად და გეუბნებით ერთ რამეს ვთხოვთ ჟურნალისტებს რა გაუშვით ყველაფერი რასაც მე ვიტყვი რა ეს არის ერთუჯრედიანი არამზადა ღარიბაშვილის მიერ მომზადებული და ოჯახს გაჭირვებულ ოჯახს იყენებს ამისათვის გამიგეთ ეს არის მაშინ ვინ მომზადა მე ლამბო მე პასუხი მე გამეცი ერთი წუთით მე თქვენ არ შემიწუხები ხარ მე არ დამიმალია მე გუშინას შეუტვალე მე ხედავდი თქვენს გონარებას გუშინას მე მზად ვიყავი რომ მოვსულიყავი თქვენთან ესაც მიგობდი რომ მოვიდოდ არ არის საიდან მოგაგეს ეს ბიჭო საიდან მოგაგეს არ თქვენია გიყენებე ხალხო თქვენ რა გიყენებე ხალხო გიყენებე ეს ბაინურები გიყენებე ხალხო რა არ ვიცი მე ხალხობა იყავი და რას გელაპარაკეთ რეგიონის უფროსი მაცალეთ მომისმინე მომისმინე კაცო მომისმინე ეხლა ეს ვერ გავიგე მომისმინე მე არასოდეს არ გავცეულობ პასუხისმგებლობას
არასოდეს. ამიგე ამბავი არაფერი არ იგიო როგორ დაგიჭირება მე ამას არ დაგიჭერე შენ ყველაფერი იცოდი ყველაფერი იცოდი მაგრამ ერთი იყავი ვერ გახსნიდით ამ ამბავს იმიტომ რომ ყველა ამბავი გახსნეს მითხარი ხო რა ჩემის მას ყვაში რომ დაწინე და შენ ეხლა არა მომიყვანი ჩემს იცი ყველაფერი მომიყვანი მოთხოვე მე ამას მოიყვარ მომიყვანი მოთხოვე შენ რო ხო მოთხოვე უი გაგვიბერო შენ ამბობ ყოი თავრობა ყოი ასე სიმართლეს შენ თავრობა ხო იყავი მაშინ არა გაგის სიმართლე 6 წელი სიმართლე არ გესმის შენი არის ერთი და იგივე სიტყვას მეუბნები დღეს შენ იგივე შენ გიყენები შენ გელაპარაკება უსტინა სხვადასხვა სამსახური ხუთი წლის განმავლობაში რასაც ვატყებ და იმას გმეორებს დღესაც იმ სიტყვებს ერთ და იგივეს ჩაწერილს ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ ამისათვის, იცით თქვენ ომის პერიოდი იყო, მანქანა ნაპოვნი იყო ხურჩის ტერიტორიაზე, მან პრაქტიკულად ექსპერტიზა ვერ ჩატარდა სათანადოდ და საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა სათანადოდ იმ პერიოდისათვის, იმიტომ რომ ჩვენ იქიდან ხალხმა მოიყვანა ეს მანქანა და როდესაც პოლიციაში გამოიყვანეს და მე ექსპერტები გაუშვეს და ასე ვთქვათ, არ ამოვიდა იქ სათანადო კვალი მე მაგის იმედი მქონდა რომ იქნება და რაღაცა ამოსულიყო. შემდგომში აღარ ვცელა 1000 ინფორმაციები, ეხლა მაგის მოყოლას მე აქ არ ვაპირებ, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ამ ადამიანს ვერ მივაგენთ, ვერ ცოცხლად ვერ გვდავს და ეს არის რაც ვიცით ოჯახის წინაშე და ქვეყნის წინაშე ვარ მართალი.